რო გათბობის ჩართვის იცი? ნამდვილად მოვიდა ისეთი არასტაბილური. მე არ ჩამირთავს, იმიტომ რომ შენს შევებს ველოდებოდი. აჰა, მაშინ დღევანდელის შემდეგ შეგვიძლია ჩართო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რეკომენდაციები მომზადეთ. ჩვენს მაყურებელს საკმაოდ არასტაბილური ამინდები გვაქვს და ზოგჯერ ისე აცივდება, რომ მართლა მოგინდება გათბობის ჩართვა, თუმცა გაზზე მომუშავე დანადგარებთან ურთიერთობა ზოგადად საკმაოდ სპეციფიური არის, საფრთხილოც არის გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი უბედურება ხდება სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა იკლებს ამ უბედური შემთხვევების რაოდენობა და რა თქმა უნდა თვითონ ამ კომპანიების საინფორმაციო კამპანიის და რა თქმა უნდა მედიის წარმომადგენლების წვლილიც არის ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ინფორმირებული ვამყოფოთ საზოგადოება და დღევანდელი ჩემი რუბრიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება გამომდინარე იქიდან რომ უკვე საკმაოდ აცივდა თან სეზონი მოდის გათბობის, უნდა მივცეთ მაყურებლებს რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გაითვალისწინონ სანამ გათბობას ჩართავენ და არა მხოლოდ იმ ადამიანებს მივცემთ რეკომენდაციებს რომლებიც ახლა აპირებენ გათბობის ჩართვას, არამედ იმ ადამიანებსაც რომლებსაც მაგალითად სახლში რემონტი აქვს და ახლა გახყავთ გათბობის სისტემა. კი ბატონო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ და სხვა საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. თბილისის ენერგიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსიწვერიძე შემოგვიერთდება სტუდიაში. დილამშვიდობის ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის გადაცემაში და ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე საუბრისთვის. თქვენ ხშირად ხართ ხოლმე ჩვენთან სტუმრად და მადლობა კიდევ ერთხელ ამ ყველაფრისთვის. მოვიდა სეზონი თქვენი სტუმრობი. ახლოვდება სეზონი გათბობის ჩართვის და დავიწყოთ საუბარი იმ აუცილებელ რეკომენდაციებზე, რომლებიც სანამ გათბობას ჩავთავთ, უნდა გავითვალისწინოთ. პირველ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველი რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ ორგანიზაციას აქვს ესეთი მომსახურება, ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს, ჩვენს აბონენტს, რომელიც თქვენს ეთერს უყურებს, დამთავრდება ეთერი, შეუძლია დარეკოს ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე 240 ვისარგებლებ ეთერით და ვიტყვი 240-40-04 მოითხოვოს მის სახლში არსებული გაზსადენის, არა მარტო დანადგარების, გაზსადენის რამდენად ტექნიკური ნორმებით არის დამონტაჟებული, რამდენად უსაფრთხოდ იქნება, ეხლა მოგეხსენებათ რომ ფანჯრები იკეტება, აღარ ხდება ბილების განიავება, ზამთრის სეზონი როდესაც იწყება და ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა ეს მომსახურება არის უფასო, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის და ჩვენი აბონენტის ზარის შემდგომ მივიდეთ სახლში, შეუმოწმოთ ზამთრის სეზონის დაწყების წინ რამდენად გამართულია მის ბინაში არსებული გაზსადენი, დანადგარები და ასე შემდეგ, მივცეთ შესაბამისი რეკომენდაცია, რათა მან უკვე უსაფრთხოდ გააგრძელოს გაზის მოხმარება და ჩართოს გამათბობლები და ჩართოს. განსაკუთრებით, აი ხომ ბევრ დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს აქვთ ისეთი ბინა, სადაც დროებით არ უცხოვრიათ, მაგალითად ან გასულები იყვნენ ქალაქგარეთ, ასეთ დროს გადამოწმება არის ნამდვილად აუცილებელია, მე მოუწოდებ. რა თქმა უნდა, მე მოუწოდებ კიდევ ერთხელ ყველა ჩვენს მაყურებელს, ყველა თქვენს მაყურებელს, ყველა ჩვენს აბონენტს, რა თქმა უნდა, რომ ისარგებლონ ამ აქციით, ესე დავარქვათ, ბჭყალებში აქციით. და მოითხოვოს შემოწმება ჩვენი სპეციალისტები, ჩვენ ყავს საკმაოდ რაოდენობით კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან ზარის შემდგომ და ჩვენი ორგანიზაცია მზად არის ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის ზარის შემდგომ ვესტუმროთ მას ბინაში, რაც განმეორდები და შეუმოწმოთ ყველაფერი და ბატონო გიორგი, ესე ვეუბნებით და ჩეკაპი გვინდა ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, კიდე ერთხელ ხას უსვავ, რომ ვინც ახლა შემოგვიერთდა, რომ ეს მომსახურება არის სრულიად უფასო და შესაბამისად ზარიდან მაქსიმუმ 48 საათში, მაქსიმუმ დაახლოებით 1-2 დღეში მაქსიმუმ ჩვენი სპეციალისტები დაუკავშირდებიან წინასწარ, შეუთანხმებენ ვიზიტის დროს, ესტუმრებიან ბინაში და შეუმოწმებენ ყველაფერს, რაც კი გაზს შეეხება, ანუ გაზსადენიც და დანადგარებით. აუ, ისე სხვათა შორის ერთია რამ გამიგია და ეხა ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენთან გადავამოწმებ, მე როგორც რაღაცა ესეთი პრაქტიკული რჩევების მოყვარულს, ასეთი რამ გამიგია, საპნიანი წყალი შეგვიძლიაო წავუსვათ იმ გაყვანილობას და თუ რაღაცა ბუშტები გაიკეთა და კაფი გაიკეთა, ეს არის ნიშანი, რომ იქ რაღაც დარღვევა არის და უნდა დავრეკოთ შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, ეს მოძველებული მეთოდია, მაგრამ უტყუარი მეთოდია, მაგრამ მე მივცემდი რჩევას თქვენს მაყურებელს, რომ ექსპერიმენტებს დავანებოთ თავი, თუ აქვთ ეჭვი, რომ მათ ბინაში რაღაც არის სუდად, მით უმეტეს თუ გაზის სულს გძნობენ, ეს მეორე საკითხი, მე მინდა კარგად რომ გაიგოს თქვენმა მაყურებელმა, ვთქვა რომ 240-40-04 რაც ვახსენე, ეს არის ცხელი ხაზი, სადაც შეგიძლია დარეკო, რომ შემიმოწმე და უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით, მაგრამ მაგ კითხვაზე რაც შეეხება თუ ეჭვი აქვს, რომ სადღაც გადაბიდან ოდნავ გაზი უშვებს, დავანებოთ ექსპერიმენტებს თავი და ასე ვთქვათ, თვითნებურად შემოწმებას, დარეკონ 24 საათი კვირაში 7 დღე 1-1-4
114 ეს არის ჩვენი საავარიო სამსახურის ნომერი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, რაც თქვენ კითხვაში ბრძანეთ, რომ თუ აქვს ეჭვი, რომ გაზისული დგას. ამას არ აქვს მნიშვნელობა ბინაში, მის სადარბაზოში თუ თქვათ ქუჩაში იგზნო. ეს სოციალური პასუხისმგებლობა არ აქვს მაგას მნიშვნელობა. შენ ბინაში მაინც და მაინც არ უნდა იგზნო სულიო დარეკო სადარბაზოშიც. თუ იგზნობენ სულს 114-ზე და ჩვენ მაქსიმუმ 15-დან 30 წუთამდე მზად ვარ. ბატონო გიორგი, თუ თქვა 240-40-ს დავრეკე, მოვიდნენ და რაღაცა პატარა ჩასასწორებელია, თქვა თვითონვე უზრუნველყოფენ ამ ჩასწორებას თუ ცალკე სპეციალისტი ხდება? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი კითხვაა და მე გადავალ შემდგომ საკითხზე და ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ორგანიზაციისთვის და რა თქმა უნდა აბონენტებისთვის და არა მარტო აბონენტებისთვის, სამ მეზობლებისთვისაც არის, არა აქვს მნიშვნელობა, მე შეიძლება ვიყო ძალიან პატიოსდად კეთილსინდისიერად გავაკეთო ჩემ ბინაში გაზგაყვანილობა, დავექვემდებარო დღეს საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, მაგრამ ჩემმა მეზობელმა ითვითნებოს, თვითნებურად გაიყვანოს ახლა ბუნებრივ პროცესს ვლაპარაკობ და საფრთხეს ის როგორც თავის თავს უქმნის, რა თქმა უნდა, ისევე მიქმნის მე ზედა იქნება ეს მეზობელი თუ ქვემოთ მაცხოვრებელი. შესაბამისად, ჩვენი სპეციალისტების ვიზიტის შემდგომ, როდესაც ჩვენი სპეციალისტები დათქმა უნდა დასაბუთებულად აუხსნიან ნებისმიერ ჩვენ აბონენტს, რომ ეს არ ღვევს ტექნიკურ ნორმებს, დღეს მოქმედი კანონმდებლობას არ ღვევს, მაგას კანონი აწესრიგებს, ეგრეთ წოდებული სამშეო ნორმები და წესები, რაც დღეს საქართველოში არის დადგენილი და რითიც ჩვენ ვსარგებლობთ და ვალდებულია ყველა აბონენტმაც დაიცვას, უნდა მოგმართოს ჩვენ გამოსწორების მიზნით და ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, მოვემსახუროთ, იმიტომ რომ თუ ჩვენი ეს აქსიომაა ჩათვალეთ, თუ ჩვენი წარმომადგენელი გეტყვით, რომ ეს არის არასწორად, რა თქმა უნდა, იქ თავშივე უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ მოქალაქემ ან წინამორბედმა, ვისგანაც სიტყვაზე შეიძლება ბინა იყი, შეიძინა, ან გადავალ მერე შემდგომ საკითხზე ბინა იქირავა, ან იგირავა, ითვითნება, თვითნებურად, კუსტარულად, უამრავია, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ ჩვენი ორგანიზაციისთვის და მე მინდა მოუწოდო ყველა ჩვენ აბონენტს, რომ თვითნებობით და თვითნებურად შლანგის გაჭიმვით, მე ვიცი ადრე გამიკეთებია, რა თქმა უნდა, ჩემმა მეზობელმა იცის მოყვანილი ყავდა ვიღაც, არის ხშირად ესეთი ალბათ პრაქტიკულად ვლაპარაკობ, რომ ნებისმიერ ჩვენმა მოქალაქემ გაიგოს, ეს არ არის, ეს გაზია, ეს არის ფეთქებადი აირი და შესაბამისად ეს არის საფრთხის შემცველი აირი, ამიტომ არ დაუჯეროთ არავის არაკვალიფიციურ ხელოსანს, არ გაიყვანონ თვითნებურად ეს გაზსადენი, არ დააყენონ თვითნებურად დანადგარები. ამას ქვეყანაში აქვს თავისი წესი, მონტაჟის, პროექტირების, შემდგომ ექსპლუატაციაში მიღების და რა თქმა უნდა, შემდგომ ამის ზედამხედველობის. ეს მთელი პროცესია, რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმისთვის, რომ ნებისმიერი ჩვენი აბონენტი მეზობლებთან ერთად იყოს წყნარად, რომ არა მარტო თვითონ, ხო, არამედ მეზობლებიც კარგად აქვს დამონტაჟებული გაზსადენიც და უსაფრთხოდ აქვს დამონტაჟებული დანადგარები. ბატონ გიორგი, სამწუხაროდ მაინც ხვდებით საქართველოს მასშტაბით დარღვევებს ამ მიმართულებით ეს თქვენს თქვით, უამრავს კი ბატონო და მე ახლა მინდა რომ ჩვენი მაყურებლების ყურადღება მივაქციო იმასთან იმის მიმართ თუ რომელი დანადგარები შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, ესე ვთქვათ, ღია წვის კამერიან დანადგარებზე ვსაუბრობთ და ჩვენ საეთეროს უთხოვ ახლა რომ გვაჩვენოს ფოტო ეკრანზე, სადაც რამდენიმე ტიპის გამათბობელი გვაქვს. შეგვიძლია ავდგეთ და ისე აჩვენოთ მაყურებელს. ეს კამერიანია, ეს კარგი. ეს არის დახურული. ეს არის გამათბობლები სოფლიოში, არა მარტო საქართველოში მასშტაბით არის ორი ტიპის გამათბობელი, რასაც როგორც ჩვენ მოვიხوارთ, ასევე მოიხوارებს სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს არის დახურული წვის კამერით და ეს არის ღია წვის კამერით. ანუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი მაყურებლებისთვის გასაგებენაზე რომ გაიგონ, ეხლა ყველა არ არის სპეციალისტი, ხო? ანუ ღია წვის კამერიანი დანადგარის ეს გამათბობელი იქნება თუ წყალგამაცხელებელი, ეგრეთ წოდებული ბჭყალებში კალონკა, როგორც ხალხში ეძახიან. და კარმა. ხო. კარმა დახურული წვის კამერით არის და უსაფრთხოა. ხო, თუმცა იქ მაინც ჩანს ხოლმე რომ რაღაცა ანთია შიგნიდან და ეს რამდენად უსაფრთხოა. მაგიტო დავიწყებე თავიდანვე ლაპარაკი, რომ თვითონ რომ არ გახდნენ სპეციალისტები ჩვენი მობინადრეები. ჯერ ერთი გადაგვამოწმებინონ და ვეტყვი ზუსტად ღია წვის კამერიანი თუ დახურული წვის კამერიანი. შეძენის დროს, როდესაც ამონტაჟებენ ახალ დანადგარს, ეს მაღაზიაში შეიძენენ თუ ნუ არა აქვს ამას მნიშვნელობა, ხო უნდა შეიძინონ. ხაზი გაუსვან აუცილებლად გამყიდველთა, რომ მათ სურთ
დახურული წვის კამერიანი გამათბობლის შეძენა, ანუ ეს ძალიან მარტივია, როდესაც შესაძენად არის ახალ დანადგარი დააპირა, ნებისმიერმა ჩვენმა მოქალაქემ წავიდა მაღაზიაში, უნდა იყიდოს წყალგამაცხელებელი. ხაზი გაუსვას, რომ უნდა დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი და არა ღია წვის კამერიანი. ღია წვის კამერიანი დანადგარი არის ისეთი დანადგარი, რომელიც თქვენივე სათავსოდან, მაგალითად სამზარეულოდან, ან მისაღები ოთახიდან ბუნებრივი ქიმიური პროცესია, როდესაც შიგნით გაზი იწვის, ჟანგბადი ჭირდება, რა თქმა უნდა, გაცლით, ასე ვთქვათ, ოთახიდან. შემდგომში უკვე როდესაც ხდება ჟანგბადის გაიშვიათება თქვენს სათავსოში, თქვენს ბინაში, სამზარეულოში, მისაღებ ოთახში, ეს წვა გადადის არასრულ წვაში. ამ ცეცხლის წვა ის არ ქრება და შესაბამისად სწორედ რომ არასრული წვის პროცესია, როცა თქვენ ბინაში ჟანგბადი გაიშვიათდა, თქვენ თქვათ ოჯახი ზის უყურებს საღამოა ტელევიზორს, ის ანთია, ჟანგბადი გაიშვიათ და ის არ ქრება, მაგრამ ოთახში უკვე გადადის, ანუ ეს უკვე ეს გაზის დანადგარი გადადის არასრული წვის პროცესში და სწორედ მისი პროდუქტია CO, ნახშირჟანგი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ მომწავლელი აირი დღესდღეობით აირებს შორის. აი მარტივად ვიტყვი, 1% მე მინდა რომ კარგად აღიქვას თითოეულმა თქვენმა მაყურებელმა, როდესაც ჩვენს სათავსოში 100% არის ჟანგბადი. და 1% შეერევა ნახშირჟანგი. და ანუ 99% ისევ ჟანგბადია ნებისმიერი ასაკის, ჯანმრთელობის და ასე შემდეგ ადამიანის გარდაცვალებას იწვევს მაქსიმუმ 3 წუთში. ანუ 1% აი შედვართ მისაღებ ოთახში უყურებთ. მარტივადები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აუხსნე. ანთია გაზის დანადგარი, ღია წვის კამერიანი, რაც აკრძალულია დახურულ სივრცეში რომ დავაყენოთ, მაგრამ დავაყენეთ თვითნებურად, ბევრია ეგეთი, ახლა ძალიან მინდა გადაუხვიო ცოტა ბოლო პერიოდში ჩვენი მუშაობის შედეგად, მედიის ძალიან დიდი მხარშიდგომის შედეგად ამ ცნობიერება ძალიან ამაღლდა და მინდა გადამეტების გარეშე ვთქვათ, რომ მკვეთრად შემცირდა. ანუ ადრე თუ ხდებოდა 10 შემოწყებულ ბინაში 3, 5 ღია წვის კამერიანი დანადგარი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა არა მარტო იმ ოჯახს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მეზობლებსაც, ეხა 10-ში შეიძლება აღარ დაგვხდეს, ან აი 1 მაქსიმუმ. აი ძალიან შემცირდა და ეს ძალიან კარგია და გაყიდვაში აკრძალულია ღია წვის კამერა. ხურეთ როგორ არის გაყიდვაში ჭირდება რა თქმა უნდა ეხა ბოლო დროს კანონმდებლობა გამკაცდა მაგის კუთხე და ფაქტიურად ბაზრობაზე და მაღაზიებში აღარ იყიდება, მით უმეტეს ბრენდირებულ მაღაზიებში აღარ არის, აღარ შემოდის, მაგრამ შეიძლება წააწყდეთ სადმე ბაზრობაზე და რა თქმა უნდა შეიძლება თუ ნორმებს დაიცავ ღია წვის კამერიანი დანადგარის თუ არ გაიხადეთ წყალგამაცხელების დაყენება შეგიძლიათ თქვენთან აივანზე. არავინ არ გეშლით, რა თქმა უნდა, პროექტი გააკეთეთ, გასადენი ტექნიკური ნორმების დაცვით მიიყვანეთ და აივანზე დადგით. ანუ ცხელწყალს პროდუქტს მიიღებთ თქვენ სახლში და უსაფრთხოდ იქნებით, იმიტომ რომ ის იქნება აივანზე. ხო, ღია წვის კამერიანი დანადგარის დავაყენოთ, უბრალოდ სახლში არ უნდა. სახლში არა, ანუ ღია წვის კამერიანი დანადგარი აკრძალულია დახურულ სივრცეში. ეს რაც შეხება გარე კედელზე ბინის, აივნის გარე კედელზე, სადაც მუდმივად ანუ გატყორცნის ნამწუს გარეთ და შესაბამისად ჟანგბადსაც იწოვს გარედან და თქვენთან შეხებაში არ არის პრობლემა, არ არის ნორმების დაცვით დაამონტაჟოს და მაგრამ დახურულ სივრცეში კატეგორიულად აკრძალულია გამათბობელი კიდაც წყალგამაცხელებელი. აი ეს სახეობები იმიტომ ავარჩიეთ რომ ყველაზე პოპულარული ხა ხშირად ეს სახეობები ეს არის დახურული წვის კამერიანი გამათბობლები, მაგრამ კიდევ ერთხელ ხას უსვავ, არ იფიქროს ჩვენმა მოქალაქემ და ჩვენმა მაყურებელმა რომ იყიდის კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა ძალიან პრობლემაა და მართლა ჭყალებში გვტკივა ჩვენი, იმიტომ რომ ხო, დამონტაჟებასაც თავისი წესები აქვს და აუცილებლად იყიდის და ვიღაცას ჭყალებში მოიყვას და მოდი მე ვიცი და შლანგი მივიყვანო, რა მნიშვნელობა აქვს დახურული წვის კამერიანი დანადგარი შეიძლება დააყენო, მაგრამ კუსტარულად დამონტაჟებული გასადერი ძალიან ბევრი შემთხვევა ქონია შლანგი ეგრეთ წოდებული გამოწვრეს, დაგროვდეს გაზი და მეორე შემთხვევა უკვე გაზით გამოწვეული უბედური შემთხვევა ორ კატეგორიად იყოფა. ეს არის CO2, რაც ვილაპარაკეთ ჩვენ, CO2 ინტოქსიკაცია და უყურადღებოდ დატოვებული გაზქურიდან, კუსტარულად დამონტაჟებული გასადერიდან გაჟონვა, მერე პროვოცირება და აფეთქება. ანუ ორი ნაწილია, CO2 ინტოქსიკაცია და აფეთქება და შესაბამისად ჩვენ თუ ერთ წელს დავიცავთ და დავაყენებთ დახურული წვის კამერით დანადგარს, იმიტომ რომ CO2 არ მოვიწავლოთ, შეიძლება კუსტარულად მივიყვანოთ და შეიძლება ისე. ახსენეთ ეხა თქვენ და ჟანგბადიც ახსენეთ და გარეთ დამონტაჟებაც. რამდენად არის პრევენცია, როდესაც გათბობა ჩართულია თქვა აი ესეთი დანადგარების ფონზე და პატარა ფანჯარა ყოველთვის ღია არის, ზამთარშიც კი, როცა ჟანგბადი ერევა. ღია წვის კამერიან დანადგარს
კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ, რომ არ შეიძლება დაყენება და არანაირად არ შველის. გინდაც ფანჯარა იყოს სარკმელი მარტო გამოღებული მთლიანად ღიაც რო ქონდეს, იმიტომ რომ უამრავი შემთხვევა ქონდა, სადაც სისტემატიურად ნიავდებოდა სახლი, ანუ გამოღებული ქონდა, გადმოწეული ქონდა მეტალოპლასტმასის ფანჯარა და მუდმივად ანიავებდა, როდესაც ექსპლუატაციაში, ანუ ხმარობდა, თქვა, წყალგამაცხელებელს, როდესაც ანთებული ქონდა დიასახლისი, მაგრამ უამრავი შემთხვევა გვაქვს ჩვენ პრაქტიკაში, რომ მაინც მოხდა უბედური შემთხვევა. ბატონ გიორგი, ძირითადად ეს ღიაწვის კამერიანი დანადგარები და ზოგადად ესეთ გულგრილობა გვხდება ხოლმე გაქირავებულ ბინებში, ხო? ალბათ მაყურებლებს უნდა მოუწოდოთ განსაკუთრებით იმ მაყურებლებსაც ნაქირავები აქვს სახლი, ის მათ შეამოწმება იაფიჯდება და რა თქმა უნდა არ დაგვეზარება და კიდე ერთხელ გამეორდები, რომ სტატისტიკის მიხედვით უბედური შემთხვევა, რასაც ქვია ინტოქსიკაცია და შემდგომი გარდაცვალება, ბოლო წლების 5-7 წლის სტატისტიკა რო ავიღოთ, ხდება დაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში. და 10-დან 8 ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი 80% უბედური შემთხვევები დღეს, როდესაც ჩვენ ვაწყდებით ასე ვთქვათ CO2 ინტოქსიკაციას, ეს არის დაქირავებული და დაგირავებულები. იგივე მეთოდით შემიძლია უთხრა, რომ დღეს ვინც გვისმენს და ვინც აპირებს, რომ იქირაოს ბინა, რა თქმა უნდა დარეკოს, მიგვიყვანოს ჩვენ ამ ბინაში, ჩვენი სპეციალისტები და წინასწარ სანამ კერძო მესაკუთრეს შევა, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებით გარიგებაში და შევა იმ ბინაში საცხოვრებლად შეგვამოწმებინოს და უკვე მესაკუთრის ვალდებულებაა, როდესაც ჩვენ რამ პრეტენზიას გამოვთქვათ, რომ არასწორად არის, რომ სანამ შეუშვებს ახალ მობინადრეს, მეიჯარეს, იქ გამოასწოროს ყველაფერი და შესაბამისად გიდაც გირაობაზეც იგივეა, სანამ ბინას იგირავებს და ვისაც დაქირავებული აქვს ბინა, დღესვე შეუძლია იგივე როგორც მე მოუწოდე ყველა ჩვენ აბონენტს და უფასოა დარეკოს და შეგვამოწმებინოს დღეს. კი ბატონ გიორგი, შეგიძლიათ დაბრძანდეთ ახლა და გადავიდეთ უკვე შემდეგ საკითხზე. დარწმუნებული ვარ თითოეულ ჩვენგანს გქონია ასეთი განცდა, რომ რაღაცნაირად აი ამ თვეში მეტი კომუნალური გადასახადი მოგვივიდა. ეს რაღაცა მითია, რომ რაღაცა შეიძლება არაფერ შუაში არ იყოს დანადგარი ან გამწყობრიდან იყოს გამოსული და არასწორად მუშაობდეს, თუ აი რაშია ამ დროს საქმე, რატომ შეიძლება მოგვეჩვენოს ის, რომ იმაზე მეტი გადასახადი მოვიდა ვიდრე პირველი, რა თქმა უნდა, ბევრია მეც არაერთხელ მქონია საუბარი აღნიშნულ თემაზე ჩვენს აბონენტებთან, მეზობლებთან და ასე შემდეგ. პირველი, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია გარე ტემპერატურაზე. რა თქმა უნდა, როდესაც არის გარე ტემპერატურა -2 და როდესაც არის +12 და როდესაც თქვენ ამუშავებთ, ეს მარტივია გაზის, თქვა, ცენტრალური გათბობის ქვაბს, არ მოვა ერთი იგივე გადასახდელი, იმიტომ რომ ჭირდება უკვე -2-ია გარე ტემპერატურა და +12-ია განსხვავდება და შესაბამისად უფრო მეტი გაზი იხარჯება -2-ზე მარტივია. ხო, რაც უფრო ცივა, რა თქმა უნდა, ავტომატურად მეტი დათვით მუშაობს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველა მობინადრე იცის და ოპტიმალური ტემპერატურა ბინაში არის 20-21 გრადუსი ყველა ჩვენ ბინაში, რაზეც უნდა გავათვალოთ ჩვენი ბინა. თითოეული 1% თუ მოვიდობთ, რომ 22-ზე, 23-ზე ავიყვანოთ ჩვენ ბინაში ტემპერატურა, დაახლოებით 6-7% ზრდის მოხმარებული გაზის ყოველთვიურ საფასურს. ანუ ოპტიმალური ტემპერატურა ადამიანისთვის საცხოვრებლად და კომფორტულად დამეთახვევით ალბათ არის, როდესაც თქვენ ბინაში არის 20-21 გრადუსი. თან მით უმეტეს თუ ფანჯარას აღებდა ანიავებ ხო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად თერმოიზოლაციაა გაკეთებული, კარგად თქვენ ბინას, რამდენად ეს ვინც ახლა არემონტებს მაგალითად ახლა ყიდულობს და ამავდროულად მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ეს რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ფანჯრებს და კარებებს, რამდენად გერმეტულად არის ჩასმული. ახლა მარტივია და ამას ძალიან დიდი ახსნა არ ჭირდება, თუ არის ხის ფანჯრები, ეგრეთ წოდებული, ანუ ხისგან გაკეთებული ფანჯრები, იქ უფრო დიდი მნიშვნელობაა, უფრო დიდი საფრთხეა სითბოს დაკარგვის, როდესაც თქვენად და რა თქმა უნდა ის ქვაბი უკვე მუშაობს, ასე ვთქვათ, გადაჭარბებულად იყენებს გაზს, რომ აიყვანოს ტემპერატურა თქვენს ბინაში ისევე სასურველი ტემპერატურაზე, რაზეც თქვენ დააყენეთ და თუ არის, ვთქვათ, მეტალოპლასტმასის ფანჯრები და გერმეტულად არის, ღრიჩვა არა აქვს, ბუნებრივი და ეს ყველა ფაქტორი, ამ ყველა ფაქტორზე, რა თქმა უნდა, თერმოიზოლაცია კედლების, გარე კედლების, რა თქმა უნდა, მოქმედებს თვითონ აბონენტის სურვილი, რა ტემპერატურა უნდა და მისთვის კომფორტულია სახში, შეიძლება თქვენთვის კომფორტული იყოს 18 გრადუსი და დაუწიოთ მერე, როდესაც 18 გრადუსს მიაღწევს თქვენ ბინაში, მაგრამ ჩემთვის კომფორტული იყოს 24. და შესაბამისად ჩვენ ერთი იგივე გამათობელი გვეყენოს, ერთი იგივე კვადრატული ბინა გქონდეს, მაგრამ თქვენ ნაკლები მოგივათ, მე მეტი მოგივათ და ასე შეიძლება. რეალობა, როცა ამბობენ, რომ ყველა ოთახში, სადაც დამონტაჟებულია, ჯობია
რომ ყველგან ჩართული იყოს თქვა გათხოვა და უფრო ნაკლები იწובה, ვიდრე რამოდენიმე ოთახში როცა ითიშება და რამოდენიმე ოთახში რჩება. ჯობია, ანუ აი რო ვიც ხმარობს ცენტრალური გათბობის სისტემას და უკვე მრავლად არის ჩვენ აბონენტებში, ვისაც აქვს ცენტრალური გათბობის სისტემა, რადიატორები, ჯობია რომ დავაყენოთ დავიჭიროთ ერთი ოპტიმალური ტემპერატურა. ხა ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომ -20 და 30-ები იყოს ზამთრის თბილი გვაქვს, მით უმეტეს შემოდგომაც. დაასტაბილურონ, გაათბონ თავიდანვე ეს ოთახები და თუ ეხლა რა თქმა უნდა თუ რომელიმე ოთახს საერთოდ არ იყენებენ, ანუ საერთოდ იქ არის ეგეთი თქვა უმეტესობა საკუთარ სახლებში, ნუ არ იყენებენ, ხო, არის ესე ვთქვა, სულ მუდმივად დაკეტილი ოთახია, ნუ ის დაკეტონ, რა თქმა უნდა, მაგრამ კორპუსებში, ანუ კორპუსის ტიპის ბინებში, ჯობია რომ ხო, სტაბილურად იყოს ყველა ბინაში დაშვებული და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საშუალო ტემპერატურა ბინაში 20-21 გრადუსი უნდა იყოს. თუ რა თქმა უნდა, ხა ვისაც 18 მოსწონს, მაგრამ ადამიანისთვის კომფორტული ზამთარში არის 20-21 გრადუსი მაქსიმუმ. 21 გრადუსი. შეგვიძლია ახლა რომ ჩავთოთ გათბობა უკვე 20-21 გრადუსი. ხო, ახლა არ არის ჯერ მე როგორც ნახე ამინდის პროგნოზი მომავალი კვირიდან კიდევ უფრო თბება და ასე ვთქვათ, გაზაფხულის ამინდები გვაქვს და ნუ ჯერჯერობით ასე რომ მოვასწრებთ შემოწმებას. ჯერჯერობით გათბობის ამინდები. სწორედ რომ ხატია სწორად აღნიშნა მოვასწრებთ შემოწმებას. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ გადაცემაში სტუმრობისთვის, ასეთი საინტერესო რჩევებისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის. იმედი მაქვს გამოგადგება